ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციებზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეს-რელიზში აღნიშნული, რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის REPowerEU-ს საგზაო რუკის ცენტრალურ ელემენტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება იარაღად გამოიყენა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. რეგულაცია აწესებს იურიდიულად სავალდებულო ეტაპობრივ აკრძალვას რუსეთიდან როგორც თხევადი ბუნებრივი აირის, ასევე მილსადენებით გაზის იმპორტზე 2026 წლის ბოლოდან და 2027 წლის შემოდგომიდან სრული აკრძალვით, ნათქვამია პრეს-რელიზში. საბჭოს განმარტებით მილსადენური გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების საბოლოო აკრძალვა ძალაში შევა არაუგვიანეს 2027 წლის 1 ნოემბრისა. თხევადი ბუნებრივი აირის გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის შეზღუდვები 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აკრძალვის დაცვის უზრუნველსაყოფად ევროკავშირი იმპორტისთვის წინასწარი ავტორიზაციის სისტემას დანერგავს. რუსული გაზისთვის ინფორმაციის წარდგენა მიწოდებამდე სულ მცირე 1 თვით ადრე იქნება საჭირო. ერაყი ნავთობის იმ საბადოების ოპერირებისთვის, რომელსაც ამ დრომდე დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული ლუკოილი მართავდა, ამერიკულ კომპანიებს იწვევს. ამის შესახებ ქვეყნის ნავთობის მინისტრმა განაცხადა, საუბარია ერაყის სამხრეთში მდებარე West Kurna 2-ის მართვის გადაბარებაზე. აღნიშნული საბადო ლუკოილის მონაცემებით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ნავთობის სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიიღო ყველა საჭირო ზომა, რათა სატენდერო წინადადებების წარსადგენად პირდაპირი და ექსკლუზიური წესით მოეწვია რამდენიმე მსხვილი ამერიკული ნავთობკომპანია. გამარჯვებული კომპანია ოპერატორის ფუნქციას ლუკოილის ნაცვლად შეასრულებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ West Kurna 2-ის საბადოს მართვის ამერიკული ნავთობკომპანიისთვის გადაცემა ხელს შეუწყობს ორმხრივ ინტერესებს, გააძლიერებს გლობალური ბაზრის სტაბილურობას და შეინარჩუნებს ერაყის ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ლუკოილმა ერაყთან საბადოს ათვისების კონტრაქტი 2009 წელს გააფორმა, მოპოვება კი 5 წლის შემდეგ დაიწყო. გავრცელებული ცნობებით ლუკოილი შესაძლო ამერიკულმა ნავთობგიგანტმა ExxonMobilმა შეანაცვლოს. 22 ოქტომბერს ამერიკამ ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ ლუკოილს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა მიმდინარე კვირას ლუკოილის დამატებით დრო გამოუყო ტრანზაქციების განსახორციელებლად, ოპერაციების შესაწყვეტად და აქტივების გასასხვისებლად. OFAC-ის ინფორმაციით, აქტივების გასხვისების ბოლოვადამ 13 დეკემბრამდე გადაიწია. კანადა ევროპის უსაფრთხოებისთვის მოქმედების პროგრამას შეუერთდა. 150 მილიარდი ევროს ოდენობის SAFE ფონდზე წვდომა კანადურ კომპანიებს საშუალებას მისცემს სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად მიიღონ შეღავათიანი სესხები, რომლებიც ევროკავშირის გარანტიით იქნება უზრუნველყოფილი. მივესალმებით კანადის SAFE-ში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას. გლობალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს ჩვენ შევქმნით მდგრად თავდაცვის მიწოდების ჯაჭვებს ჩვენს ინდუსტრიებს შორის, აღნიშნულია Ursula von der Leyen-ის განცხადებაში. ევროპის უსაფრთხოებისთვის მოქმედების ფონდი 2025 წლის მაისში შეიქმნა რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხისგან ევროპის დაცვის გაზრდის მიზნით. ევროკავშირი აპირებს დაეხმაროს სომხეთს 2026 წლის ზაფხულში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პოტენციური ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა გააძლიერებს სომხეთის შესაბამისი ინსტიტუტების შესაძლებლობებს ჰიბრიდული საფრთხეების პროგნოზირებისა და მათზე რეაგირებისთვის. მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ 12 მილიონი ევრო არა მხოლოდ სომხეთის მთავრობისთვის გამოიყოფა, არამედ მის გამოყენებას ასევე შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოება და მედია, რომელთა როლიც გადამწყვეტია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ეფექტურ ბრძოლაში. მარტა კოსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მიღებულ კანონს იმედის მომცემად მიიჩნევს, რადგან ის სომეხი ხალხის ნებას გამოხატავს. დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ბრიტანული ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ამერიკაში ექსპორტზე 0%-იანი სატარიფო შეთანხმება გააფორმეს. ამერიკის მიერ დიდი ბრიტანეთისთვის 0%-იანი ტარიფის დაწესების სანაცვლოდ ბრიტანეთი ამერიკულ მედიკამენტებში უფრო მეტს გადაიხდის. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით დიდი ბრიტანეთი ამერიკულ მედიკამენტებში გადასახდელ ფასს 25%-ით გაზრდის. სანაცვლოდ კი გაერთიანებულ სამეფოში წარმოებულ მედიკამენტებზე, მათ ინგრედიენტებსა და სამედიცინო ტექნოლოგიაზე სექცია 222 სექტორული ტარიფები არ გავრცელდება. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი გამონაკლისის სტატუსს მიიღებს სექცია 301 სამომავლო ტარიფებისთვისაც. ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელის ჯეიმისონ გრირის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება ქვეყნებს დაეხმარებათ სამედიცინო სექტორში გაზარდონ ინვესტიციები და ხელთ შეუწყონ ინოვაციების დანერგვას. ორი ქვეყანა ფარმაცევტულ პროდუქციაზე დამატებითი მოლაპარაკებების გამართვაზე მიმდინარე წლის მაისში შეთანხმდა. 0%-იანი სატარიფო პირობების მიღების სანაცვლოდ დიდმა ბრიტანეთმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ქვეყანაში ამერიკული და არა მხოლოდ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს გავაუმჯობესებს, რაც უპირველესად
რეგულაციების მოწესრიგებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საყოველთაო ტარიფების კანონიერების საკითხი ამერიკის უზენაეს სასამართლოში განიხილება. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რაც შეიძლება მეტი ინდივიდუალური სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას ცდილობს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა შოპინგ ინსტრუმენტებმა შავი პარასკევის ონლაინ გაყიდვები ამერიკაში რეკორდულ მაჩვენებელზე 11.8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით 9.1%-იანი ზრდაა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. მონაცემები ცხადყოფს, რომ მომხმარებლები ხალხმრავალი მაღაზიების ნაცვლად აქტიურად გადაერთნენ ონლაინ ვაჭრობაზე და ფასდაკლებების მოსაძებნად აქტიურად იყენებდნენ ჩატბოტებს. შავი პარასკევის ფარგლებში ელექტრონული კომერცია 10.4%-ით გაიზარდა, ფიზიკური მაღაზიების გაყიდვები კი მხოლოდ 1.7%-ით. Adobe Analytics-ის ცნობით, ამერიკის საცალო ვაჭრობის საიტებზე ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული ტრაფიკი გასულ წელთან შედარებით 805%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც AI-ის ინსტრუმენტები, როგორიცაა Walmart-ის პარკი ან Amazon-ის Rufus-ი, ჯერ არ იყო გამოშვებული. ამერიკამ 19 არაევროპული ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო განცხადების განხილვა შეაჩერა, კერძოდ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ამერიკაში მოგზაურობის ნაწილობრივ აკრძალვა ჯერ კიდევ ივნისში დაუწესეს. ეს ქვეყნებია ავღანეთი, ბირმა, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, იემენი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა-ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. შეზღუდვის მიზეზად უსაფრთხოებას ახალდება. ცნობისთვის გასულ კვირას ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად შეიარაღებული ძალების ერთი ოფიცერი დაიღუპა, ერთი კი მძიმედაა. თავდასხმაში ეჭმიტანილი ავღანელი მოქალაქეა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ავიაინდუსტრიის გიგანტმა Airbus-მა 6000-მდე თვითმფრინავი გამოიხმო. კომპანიის განცხადებით, დაუყოვნებლივი ტექნიკური განახლება ესაჭიროება A320 სერიის ყველა თვითმფრინავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. შეტყობინება 350-მდე ავიაოპერატორთან გაგზავნილია, რაც ამ შემთხვევას Airbus-ის 55 წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ გამოხმობად აქცევს. როგორც ცნობილია, განახლება პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდება, რომელიც A320-ის ბორტ კომპიუტერში უნდა აიტვირთოს. მართალია, Airbus-ში ამჟამად კრიტიკულ რისკს ხედავენ, თუმცა კომპანია მოითხოვს, რომ განახლების ატვირთამდე არც ერთი A320 არ გაფრინდეს. ცხადია, A320 სერიის გაჩერება მსოფლიოს მასშტაბით ფრენების შეფერხებას, გადამისამართებას და რეისების გადადებას გამოიწვევს, რადგან Airbus-ის თვითმფრინავებს თითქმის ყველა წამყვანი ავიაკომპანია იყენებს. ამ ამბის გავრცელების შემდეგ Airbus-ის აქციების შეფასება 3%-ით დაეცა და არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ავიაკომპანიებმა ევროპული მწარმოებლის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანონ. იაპონური ავიაკომპანია All Nippon Airways იაპონიის ტურიზმის ეროვნულ ორგანიზაციასთან პარტნიორობით დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან ჩასულ ტურისტებისთვის ქვეყნის მასშტაბით ავიაკომპანიის მთელ რეგიონში ქსელში უფასოში და რეისებს აწესებს. ინფორმაციას Euronews Travel-ი ავრცელებს. შეთავაზება 24 ნოემბრიდან 2026 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში. ინიციატივის მიზანი ტურისტული ნაკადის ქვეყნის მასშტაბით გადანაწილებაა, რომ ზეწოლა შემცირდეს ისეთ პოპულარულ ქალაქებზე, როგორებიც ტოკიო და კიოტოა. აქციის პირობების თანახმად დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან ჩასული ეკონომ-კლასის მგზავრები 31 იანვრამდე საერთაშორისო ჯავშანზე მიმბმულში და რეისების ორ უფასო დაჯავშნა შეძლებენ, თუმცა ეს რეისები შესაძლოა 31 იანვრის შემდეგ ნებისმიერ დროს შესრულდეს. თუმცა არსებობს გარკვეული ნაკლიც, რადგან იმის მიუხედავად, რომ დამატებითი ორი რეისის ბილეთები უფასოა, მგზავრებმა მასზე დაწესებული გადასახადები და მოსაკრებლები მაინც უნდა გადაიხადონ, რაც დამატებითი გადასახადის სახით ჩვეულებრივ დაახლოებით $10 შეადგენს. მგზავრებს ამ შეთავაზების დაჯავშნა ტურისტული სააგენტოების, ასევე პირდაპირ ავიაკომპანია ანას მეშვეობით ან იაპონიის გარეთ ანას ოფისებში შეუძლიათ.